თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებენ აჭყებიან პროევროპული აქციების მონაწილეს საბას ხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მირიან ქავთარაძის მოადგილე მიხეილ სუჯაშვილი. ბრალდების მტკიცებით 2024 წლის 4 დეკემბერს საღამოს საათებში თბილისში სასტუმრო მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვიტარიძე თავს დაესხა პოლიციას. მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი. მირიან ქავთარაძე იქა დაახლოებით 2-3 ადამიანი ჩემ გვერდზე, ჩვენ შორის კიდე იყო ძალიან ბევრი ადამიანი და თვითონ ხვიტარიძე და 2-3 კაცით უკან. როგორ მოხდა ჩარტმა? პირდაპირ მიუახლოვდა? არა, ვერ მიუახლოვდებოდა ფიზიკურად, მაგრამ ხალხი იყო ჩვენ შორის, უკან გადმოწყდა და უთხოვდა. ამის შემდეგ საბას ხვიტარიძე პუნქტო მიიმალა ეს პრობლემა. ანუ ხალხში შევიდა და ვერ დავუდგა. ქვერასაკეთებთ იმის კონტექსტში თავში ჩაარტყეს. მოგეძრაებს სამსახურებო მოვალეობის შესრულებას. ხომ არის მილიონი წაიყვანეს სამეცნიერო ცებულებაში ვინ გავა ვინ წაიყვანა ვერ გეტყვი თავის, მაგრამ თანამშრომლები. ასაკებია. ამის შემდეგ რა? აღნიშნული შემდეგ რა საქმიანობას ვიყავით ვასრულებთ და მივდივართ სამსახურში. სამსახურში ხომ არ გინახავთ საბას ხვიტარიძე? ხვიტარიძე ვნახე, როდესაც მოვყავდა გორიდან. საბას ხვიტარიძეს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. ის პოლიციელებს დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. პირველ რიგში რაც მან დაადასტურა არის ის სასამართლოს წინაშე, რომ ის იყო პირი, რომელმაც წამოიყვანა საბას ხვიტარიძე გორიდან და რომელმაც აიყვანა მათ შორის მეხუთე სართულზე, შემდეგ აიყვანა მერვე სართულზე და მის მიმართ განახორციელა ჩვენი შეფასებით მის მიმართ განახორციელა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. პირველ რიგში, რასაც საბას ხვიტარიძე ამბობს, გამოიხატა ფიზიკურ ძალადობაში, გაუპატიურების მუქარაში და ფსიქოლოგიურ ძალადობაში. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ჩამოიყვანა ავტომობილში იჯდა იქ, სადაც საბას ხვიტარიძეს ემუქრებოდნენ მისი კოლეგები გაუპატიურების მქონე. ანუ ეს სრულად არის საკმარისი იმისათვის, რომ ევროსასამართლოს დასკვნის მერე ეს ადამიანი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.